მოგესალმებით, მე ვარ ფერიის დაჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარია ძირკვაძე. ამ ვიდეოში მოგიყვებით მარია ძირკვაძეზე, რომელიც არის STEM კლუბის ერთ-ერთი პირველი წევრი, ძალიან წარმატებული, ბევრი მიმართულებით ნიჭიერი, ძლიერი განსაკუთრებით ტექნიკური მიმართულებითაც, ინტერესიანი, შრომის მოყვარე, მოკლედ ძალიან მაგარი გოგო. ამოვარჩიე მარიას ფოტოები, რომლებიც ასახავს მის აქტივობებს როგორც STEM კლუბში, ასევე სკოლის ფარგლებს მიიღმა, მაგალითად ტექნოპარკში და სხვა სკოლაში. მარიას ჩართულობის გარეშე არ ჩატარებულა STEM კლუბის არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ ჩვეულებრივი შეკრება. ეს არის 9 ივნისის კადრები ისევ და ისევ და შემოგთავაზებთ მარიას საუბარს ჭკვიანი სახლის ერთ-ერთ ფუნქციაზე. ენერგიული სისტემა უზრუნველყოფს წვიმის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემას, ხოლო შემდეგ სერვозраვი 90% კომპიუტერების შემთხვევაში შემოიტანს სარაცხს გადახურულ სივრცეში და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამოძღვარლობა განსაკუთრებით გამოსადეგარი იქნება აჭარის მოსწავლეებისთვის, რადგან მომხსნებად აჭარაში ხშირად ალითიანი ამინდები, ასე რომ ეს მოწყობილობა აჭარის მოსწავლეებს შეუძლებს კომფორტულ გარემოს ასწავლებას. მარია იმ ტიპის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ასწრებს. ანუ იქნება ეს საკაკვეთილო პროცესშიც, რომ არაფერი არ გამორჩება და ახსოვს, ოდეს მერთხელ მაინც თუ რამე მithქვამს და შეუძლია ამოცანები ამოხსნას სწრაფად და ესეთი მიმართულებითაც ყოჩაღი, ისედაც მეგობრობა იცის დაუშვათ როდის რა გააკეთოს და რაღაცნაირად ისეთი განწყობა შემოაქვს ხოლმე. აი მაგალითად გონიოს ციხეშიც გოგოები უყურებდნენ ფეხბურთის თამაშს ტელეფონში, როცა ვინმე დამთვალიერებელი არ მოდიოდა ჩვენს სტენდთან და ამ პროცესშიც ისე ხალისობდნენ, რომ ეს სხვა მოსწავლეების ვიდეოში არ დამიფიქსირებია იმდენად, იმ ვიდეოში მქონდა მხოლოდ ნათქვამი, მაგრამ მარიაზე ზოგადად ბევრი ფაქტი მაქვს შემჩნეული, აი მეგობრობასთან დაკავშირებით და მეგობრობისთვის რისი გაკეთება შეუძლია, რაღაცებს კიდე ვიდეოში არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან კარგი მეგობარია. თქვენ როგორ და სად გულშემატკივრობდით საქართველოს ნაკრებს ბოლო თამაშზე? ჩვენი სკოლის მოსწავლეები პირდაპირ გონიოს ციხეში გამოფენაზე, სადაც თავიანთი ქალაქის მოდელი წარადგინეს, პერიოდულად ტელეფონში იყურებოდნენ და მატჩს თვალს ადევნებდნენ, აი მთელი გულით გულშემატკივრობდნენ და მართლაც გაამართლა ჩვენმა ნაკრებმა მათი იმედები. და წინასწარ შევთანხმდი, რომ ასე ვიდეოს ვიღებდი და მასაც ვთხოვე რამდენიმე კადრის მომზადდება ამ ვიდეოსთვის და ისეთი კარგი რეკლამა გაუკეთა STEM კლუბს, რომ ალბათ კიდევ უფრო ბევრი მოსწავლე მოვა და უცებად დამჭირდება მისი დახმარება კიდევ, როგორც სხვა დროს მეხმარება ხოლმე უმცროს კლასელებთან. ახლა მოусმინეთ თავად მარიას. მუშაობის მსვლელობისას ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება ასაკის მიუხედავად და საქმისკენ მიმართული ძალისხმევა ყოველთვის მომგებიანია. ვცდილობთ შევქმნათ რაიმე ახალი და ინოვაციური, რაც ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის იქნება განკუთვნილი. რა მოლოდინები ქონდა STEM კლუბში გაწევრიანებისას და გამართლა თუ არა შენი მოლოდინი? პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ამ ყველაფერმა უბრალოდ მოლოდინს გადააჭარბა, მართლა არ მეგონა თუ ამ კლუბის ფარგლებში შემეძლო ამდენი შესაძლებლობების ქონა, ასევე მიმიღია ძალიან ბევრ პროექტში და კონფერენციებში მონაწილეობა, რამაც უფრო გამეღრმავა ამ სფეროს მიმართ ინტერესი და შევიძინე უამრავი საინტერესო და ჭკვიანი მეგობარი. STEM კლუბის წევრი მისი შექმნისთანავე გავხდი. გიზიარებ ჩემს არაჩვეულებრივ გამოცდილებას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში დავაგროვე. ეს არის იდეალური შანსი იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი იდეები იქ, სადაც თქვენს სურვილებზე და კომფორტის უზრუნველყოფაზე მორგებული გარემოა. აქ თქვენ შეგიძლიათ გააღრმავოთ თქვენი თეორიული ცოდნა პრაქტიკის მეშვეობით და შეიძინოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭითა და მსოფლმხედველობით. STEM კლუბი ეს არის ადგილი, სადაც აღმოაჩენთ თქვენს ფარულ ნიჭს და თქვენ შესაძლებლობებს მისცემთ გასახან, სადაც თითოეული იდეა წარმატებისკენ პირველი ნაბიჯია. ჩვენთან STEM კლუბში შესაძლებლობები იწყება და საზღვრები თრება. ამ ვიდეოში ასახულია მე-11 კლასის გაკვეთილი, ანუ მარია ძირკვაძის კლასის, რომელიც გაერთიანდა წინა წლებში ეს იყო ორი პარალელური კლასი, რომლებიც მცირე რიცხოვნები იყვნენ და საკმაოდ მარტივად მუშაობდი და ორივე კლასთან კარგ შედეგებზე გავდიოდი და წელს ძალიან ნერვიულობდი, რომ ერთიანდებოდნენ და მეშინოდა პრობლემების. მაგრამ აი თავად მოსწავლეებმა მოიფიქრეს გაკვეთილის უფრო გასამრავალფეროვნებლად, რომ პრეზენტაციები გააკეთონ ხოლმე და მარია იყო პირველი, ვინც
მოამზადა პრეზენტაცია გაკვეთილის თემაზე. არაჩვეულებრივი პრეზენტაცია გააკეთა, აი ზუსტად როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. წინა წლებშიც მომწონდა ყოველთვის მარიას პრეზენტაციები და ეხა წლევანდელი თემა საინტერესოც იყო, ისეთი საკმაოდ მრავალფეროვანი და ღრმა საკითხი იყო, რომელზეც ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია თავისი გაფორმებული მასალებით, იცოდა რაც მთავარია კარგად და შემდეგ უკვე წარადგინა. ამ კლასის გაკვეთილებზე ხშირად ასევე ვმუშაობთ კაჰუთით ტესტებზე და ერთ-ერთი იდეებიც იყო, რომ თავად გაეკეთებინათ ტესტები ახალ თემებს. მოკლედ ძალიან მიხარია ასეთ მოსწავლეებთან მუშაობა, რომლებიც არა მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ თავად როგორ ისწავლონ კარგად, არამედ აი გეხმარებიან გაკვეთილის მსვლელობაში, შემოაქვთ სიახლეები, თავად არიან შემოქმედები, როგორც პრეზენტაციების ავტორები, ასევე ტესტების. მარიას წარმატებებს უსურვებთ და თქვენ დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.